ძლივს გავწმინდე ეს მანქანა რა. რასაც ჭამენ ეს ჭიდები შემანქანაზე ინელებენ მე მგონი სულ ყველა. როგორ უვლის და ევლება თავს თავის მანქანას, არავინ მოგპაროს. Привет, მადო, რა ვახარ? ვირა უნდა მომპაროს, როგორ ამობანში ხვალწიე ჰაერში. გავაკრიალე, ხო, აი უყურე. ომარიკოს ქონდა ჩაპნეული ზერატოსები, სადაც დაუდგრიფეს სულ. კიდევ ვინახე შენი ბიჭი თამაშობდა იქით სტადიონთან დარბოდნენ ბავშვები. დედა რაღაცას უთავი გოგო დაანებე თავი. უი დედა. შეხედე კიდე ყრია ზელატოსები პედლებთან რა. ომარიკო რატო ჩამიყარა ესენი შიგნით მანქანაში? სად გარბი ხარ? ვარგანანო ექსტრიბილი ნახავ რა. კიკაიო შენთან ლაპარაკი ჩემოინგა, მაგრამ წავედი გოგო ბავშვი მყავს მიტოვებული კალიასკით სტადიონზე. მიდი მადო აბა შენიცი. ესეც თუ ძიძა რა, მიამდო ბავშვი სტადიონზე. ომარიკო, რა არის მეთქი ეს დეკითხები? უყურე რა. ინგა სახლისკენ ხوار მოდიხარ. შეხედე გოგო როგორი თხრილი ვიყიდე, იმერელი ქალისგან. დედა რა თხრილი იყიდე გოგო? თხრილი, ჭურჭხელებისთვის რო გინდოდა. წამოვალ ხო აგატანინებთ მაგასაც. გავაკრიალე გოგო მანქანას, თუ ესენი ქონდა ჩაფნეული ომარიკოს. მალე ამოდი შენ. მოგიბლიე. ბავშვებო მოდით. აი ეს აიდეა ჩემის მანქანა რო გეუბნეოდით. ღია არ დატოვებული. მოდი ჩავსხდით. ჩემი სიკვდილი ჩაკეტვა როგორ დამავიწყდა რამე ხო არ ამაცალეს მანქანა. რა არის ეს? დედა სუზალატოსებია ისე ჩაპნეული. ანასტასია, ხო სახში ეგ ვაჟბატონი. არ გაუშვა არსად, რო ამოვალ უნდა დავაკლაზეთ რა. რა ვიდეოს გადაიღებ კაცო ვერ ახარ შენ რა. ძეხვი შვრია და ტუალეტის ჩოთკი დამჭა საყიდელი. და კიდე შოკოლადი მან წერია. აწერია მოვახიე ეგ უკვე. დამაცად ეხლა გამოზომილი მაგ პური შენი ჭირიმე რა. უკაცრავად ქალბატონო შვრია სად ნახო? ფირმაში. მე რა ვიცი მუშაობ აკადო რა არის. ნუ უყვირი ხარ დედა ჩემს. წამოდი ომარიკო ეგ შენი ჭირიმე. დანერვოზებულია უკვე ეს ხალხი. კიდე კაი არ მომასხა თორე კი იყო ღირსი ახლა ეს რა. ხო, ისქანი რო ჩავიდე გახსოვ შარშან კარაკების მაცივარში. ქაჯი, პოლიცია გამომიძახა მაგან მაშინ. ძლივს მივიმალე ადგილიდან. შვრია. აი იქ მითი შვრია მომიტანე. და ესეც შოკოლადი. დააბრუნე ახლა ეს თავის ადგილზე. და მოდი აგერ ჩავდგეთ რიგში. უკაცრავად ბოლო თქვენ ხართ? არა, ბაბუა ჩემია ბოლო. მომაწოდე ეგ ზეხვი ომარიკო. მომეცი. შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ერთი ქალბატონი მეორეს ძეხვით ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მაგრამ დამნაშავემ მიმალვა შეძლო. გამოძიების დეტალები ცნობილი უახლოეს საათებში გახდება. სუგაგიშდა ეს ხალხი რა. Maria, aura magariya, თან aura dediko. ტუალეტი მინდა დავა ჩაურეთ ხაბი. აი რა თქმა უნდა, რა არის? თამუნა მოვიტანე კარაქები და ჩალაგე მაგალითად. ჩემი ქმარი მოკვდა. თანაშერჭო ნაცნავში. Maria mocht. So diving, ხო შენ ზედამეყო. Step on up to this grace. თვითონ მასწავლებელს უნდა დაურეკავდი. რატო მასწავლებელო? რა რატო მასწავლებელო? თიკო, ეხლა მითხარ თუ ხარ დაგული დაგლაგურ გენძის პოსტზე და მეორეც, რატო მიდიხარ წრებთან საკეიფოდ? ვენაზე ვიკვირე. დაიმხეს სახლი ამ ბავშვებმა თავზე რა. ომარიკო მოდი აქ. მაგათ არ ვყარ ხოლმე სახში ეგრე იქცევით. კი ზოგჯერ. ვასოსთან რა ვარცხმე ბალიშები ვჩხუბობთ მაგის ოთახში. ლიზი ეგ არა იყო. ყურე რა. გინდა გილაპარაკი ამასთან ეხლა და გინდა არა. კაი ბავშვები არიან განები თავი დაგჭირს. ვასო გაუში მაგ ლეპტოპს ხელი. შენზე ძვირია ეგ. ინგადი დაუკაცრავა წყალი მინდა. წყალი ბონკაში მოდის. კარგით. რატო ვიხიში ბავშვს? მითი ხა გაღები სამზარეულოში და დალივინე წყალი. რა სამზარეულოში გავყოლეთ გავიგები. დენი ხანი აქ არიან რომ ჩემს გაგათეციან სად რა მიდევს სახლში. ომარიკო გადადე ეგზელატოში და დამალობანა ვითამაშოთ რა. აი მე დამალობანას ნუ ვითამაშებთ რა. რატო ინგა ითამაშონ დამალვის დროს მაინც იქნებიან ჩუმად.
წინაზე რო ითამაშეს, აუხტია ომარიკოს დივანი, ჩასულა ლიზის შიგნით და რო დააპარეს თავზე, რა ვიცი, გაიჭედა ის მექანიზმი და ძმებს ამოვიყვანეთ ბავშვი, ლამის გაგვეგუდა შიგნით. ყველა გადი შენს მეტი, ვასო შენი ხუჭები. იქ დაიხუჭე ჩემი დის ოთახში. ჩემ ოთახში ვინმე შეხვალ, ცოცხალი ვეღარ გამოყვათ იქიდან. სამზერულოში დაიხუჭე ვასო. მოვედი ანასტასია, წავიდნენ ბავშვები? აი მე რა სიწნარეა. რა ვეთახეთ რომ გამოვედი წაღან უკვე წასულები იყვნენ. ომარიკოც არ არის სახლში. აუ რაღაც სანსაში ფილმი ჩავთე. ხმები მესმის მე მგონი უკვე დიდა. კი დავამთავრებ ამ წიგნს სამსაღამოს. რა ხდება? ბაიმე ომარიკო, როდის ჩახვედი მანდ? ამომაყვანე გოგო ბავშვი დივანშია ჩარჩენილი. გოგოებო, ტატუს გაკეთება გადავწყვიტე. აუ ძალიან ბევრი იდეა მომივიდა, ხა რა შეიძლება რომ დაიხატო. აუ ხა, მიდი და მითხეთ რომ მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. მაგალითად შენი ყოფილი სახელები შეგიძლია ჩამოიმწკრივო ხელზე. ნუ თუ ერთი არ გიყოფა მეორესაც მიაშველებ. გოგო, only God can judge me რომ დაიწერო. აუ ისე იქ მეც კი ვიფიქრე. ვიხოთ და ჩემაგ მაფრთხილე რომ სადაც ანასტასიამ დაიხატა ტატუ, იქ დაიხატე შენცო. ხო გახსოვს მაშინ მოეწონა ძალიან შენი ტატუ. ზონაში? ბაზარი არ არის, მაგრამ მაგათ მე ხო იცი ლოკაცია შეიცვალეს. ვაკის მოპირდაპირეთ არიან ახლა ჭავჭავაძეზე, 53 ნომერში. ხო, მარტო მაგ სტუდიაზე დამთონება მან დაიხატა, თორე ძალიან გამიბრაზდება მერე. მაშინ only God can judge me არ გამოგვადგება. იმიტომ რომ შენიც გამჭჭის. მოვიფიქრე, წარბებს შორის დაიხატე კიდე წარბები და პრიდა კალოს დაიმსგავსები. აუ ნეტა საერთოდ არ მეთქვა რა. თან მე ფერადი მინდა და სად დავიხატო ეგეც არ ვიცი, ხელზე ფეხზე თუ საათ. სადა, მაგრამ მან ვერავინ ვერ დაინახავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშიერზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. აუ, კაი ხაჭაპური გაასწორებ და. აუ, აჭარულ ხაჭაპურს დავიხატავ, თან ბებიაჩემი ხო აჭარელი იყო და მაგის თუსაც პატივს მივაგებ. ხო, და გვერდზე მივხატე ფხალეული. ბაბუაშენი ხო იმერელი იყო. ძიაბებო ჩამოდის მატარებლით თუ დელეგაცია. მთელი ოჯახი რო წამოგვიყვანე დასახვედრად. ესე იგი რა, ჩირები და ჩურჩხელები რო ჩამოაქვს, მაშინ გიყვართ მარტო ბებია თქვენი. აუ, ძალიან მიფციდე ტუალეტში შევალ. შედი ხო? დედა ისე გამოვაქციე ბავშვი რო ვერ შევიდა ტუალეტში. იგოცრავად შვილო, აპარატენ ჩარიცხვეში დამეხმარეთ. კიდე პრობლემა აქვს ალბათ, აი მობრძანდით Facebook-სთან. აუ, ვერ შევედი იმ ტუალეტში. 54 წელია და მსუქანი ქალი დგას კარებში ჯოხით. ვაიმე ნონა კიდე ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ვაიმე, გამომართვი და მიეციეს ხურდა. ანასტასია, გამოდი ახლა, რაღაც აკეთებ ამდენი ხანი. ნახვამდის. Facebook-ის გეთამაშებას ჩავთე ეს ქალი. პირადი კაბინეტიდან დაუმბადე ტელეფონის ნომერი, ნუ ასე იყო რა გავაკეთე, მაგრამ მაყოფილი წავიდა. ესე იგი, მე აქვს წვალებით მოგროვებული 18 ბილეთი, მაგ ეს კიდე კონკურენტებს მიჩენს რა. აი მზიაბებო ჩამოვიდა. დედა რა არის, ამდენი პარკები რომ გაქვს, რა უბედურება. Facebook-ის ჩეკებია ესენ გავმართე. 1 პანკი, 2 პანკი, 3 პანკი, 4 პანკი და 5 პანკი. ეს კიდე სუმკაშია. ტაქსი ხო არ გვინდა, ტაქსი, ჩასხედით წაგიყვანთ. ჩასხედით ეხა ტაქსიში, თუ სადაც არის ჩავიკეც მიდე ჩავარდ მილიონდაკებში. ოღონდ დატოვა ვიღაცამ ბოშ ტუალეტებთან იხევა ტერილით. ვაიმე, გააჩერეთ მანქანა. აუ, მე თუ სამდამსუსხა. მე ხო გითხარ აქეთ იბანავე მეთქი. სეზონია მედუზებისთან. ომერიკო კრემი მომაწოდი რა სტაფილოს ფერი. კრემი აღარ არის. თევზებს ვაჭამი. რა თევზებს აჭამი? ჩემი 18 ლარიანი კრემი. ვერ არის ეს რა. სიმინდი, კუკურუზა. სიმინდის ქალი მოდით. სიმინდი. აქეთ მრაღირს. 5 ლარი 1 წალი და 3 წელს მოგცემ 12 ლარში. 10 ლარი და წავიღებ. თან მარილი დაგეზოგება, ჩემი მაგ წამოღებული სალფეტკით. მომეწოდი აბა სიმინდი. ომარიკო მარილის არ წაიღე. თევზებს ვაჭამი. სულ გამოეცალა ტვინი ამბობს. ბიჭო, იმდენი მარილია ამ ზღვაში, მაგეთ გაჭმევენ თევზები, კაცო. დავჭიდე ხლა ასე უმარილოთ. არაფრის გიმო არა აქვს სიმინდს, რა შტერი ბავშვია რა. უმარილო სიმინდს აქვს ცხოვჭამდი. საწავიდე. ომარიკო, გამოდი აქეთ ერთი შენი ჭირიმენ უიხრუკები მაგ მზეზე რა. რა გემრიელ აღჭამ შენ მაგ სიმინდს? კაია უმარილოთ. არ არის უმარილო, ზღვაში ამოვავლე და ეხლა მარილიანია. უმეწამდება. აჰა, მოვედით ომარიკო კლინიკაში. სისხლის ანალიზი კეთებ, იცოდე მეტი არაფერი.
ხონჯე, ბევრი სისხლი რომ მომაცალონ და მოუკვდე. ბრებს ამბობ, ბიჭო, ვერ ახარ შენ, ხო იცი? მობძანდით ვინ არის? მე ვიღაცას დაუკაკუნე კარებს და დროზე მეორე სართულზე. აუ, 6 ადამიანი არის იქში. ხვალ რომ მოვიდეთ. არა, მარიკო, ვიჯდებით და დაბელოდებით აქ. რაო, რადიოლოგია, ტრავმატოლოგია, ვაიმედო. უკაცრავად ამ გინეკოლოგს კარები რომ დაუკიდოთ არ შეიძლება, ვერ გავიგე. ბავშვები გვყავს კაცო აქ. უკაცრავად ხალბატონო, ჩემი ქმარი აქცევს, პალატაშიაო ასე მითხრეს და არ ვიცი. აი მე თქვენი ჭირი მე ხალბატონო, რა ისე გავზარდე ბავშვს ხაწელი მე არ ვიცოდი ჩემი ქმარი სად იყო და დიდი ამბავი ხარ თქვენი ავადმყოფოში მოძებნოთ რა. აუ ეს ბავშვი სისხლის ანალიზიდან ტირილით გამოვიდა. მე შენია, წავალი ახლა სახში. მურჩი ახლა კაცო, ამ ხელა გზაზე ვარ, წამოსული დაჭექი ახლა მანდ. რა კლინიკაში წამოვით რანერი ექიმები დადიან რა. რაზი ექიმო ბურჯულაძეც გადაუსხეთ სპირტის შემთხვევით, აი მე რა ვქნათ ახლა? ასეთი უყურადღებობა გაგონილა, იმედია სისხლის ანალიზს მაინც გამიკეთებენ სწორად. აი მე ჩვენს ანალიზებზე ვართ, ხო ბავშვი მოვიყვანე, თქვენს მერე ვართ ჩვენ. უი, ხომი გემოგლობინი მაინტერესებს. ჩემმა შვილმა აშკარად დაწეული გემოგლობინი და ანალიზი გაიკეთე აუცილებლად. აქ მუშაობს ჩემი შვილიც, ანუ იცის რა. აი რას ნიშნავს პროფესიონალი რა. არის ექიმია თქვენი შვილი. არა, ბუღალტერი არის აქ, ზემოთ მესამეზე. აუი. ხო ანასტასია. ინგა ამერიკამ ტაქსის გამომაძახებინა და მოდის უკვე სახში, არის ნერვიულო. რა? აი მე გამომეპარა. Tim, ზიებებოს 12 კბილი მოძრა. პროტაზე იყო ეგა. ხათრა შტერეალე. მეც მინდა ასეთი კბილები, რომ მოვიძრო ხოლმე და ისევ გავიკეთო. რა უნდა მე მაგას? დადექი მიდიკედელთან დაკრიჭა კბილები, მე ჩაქუჩს მოვიტან და ეგ არის. კაი გოგო, რეებსეურები მართლა იზამს. მომისმინეთ ახლა ამდენი ბილეთი გვაქვს ჩვენ გათამაშების. შენ 18 და მზიებებოს 113. 18 და 113, ხო? აჰა. ხო და დაგიმატებდეთ და ჩემ ბილეთებსაც გაბევდება რაღაცნაირად შეგურიოთ, ხო? ისე საიდან მოაგროვე შენ ამდენი ბილეთი? გადასახადებს წელი სოფელი მაგეთი ხდის. მეტი არც არაფერი არ გვიდგას სოფელში პეიბოქსისგან და პეიბოქსი არა, პეიბოქსი ქვია მაგას. და ისე ჯობი ადამიანმა SMS კვითარია იყო, ვიდრე ქაღალდის კვითრები, რომ ბუნებასაც გაუფრთხილდე. ბილეთების ჩუქებას კიდე არანაირი აზრი არა აქვს. ეხა ვაიბერის ლინკით გაგაწევრიანებთ პეიბოქსის არხზე და 5 ბილეთი კიდე დაგემატებათ. წარმოვიდგინე ეხა პირადი კაბინეტი და მზიაბებო რო ტელეფონის ნომერს ამატებთ. 10 წამში იქნა ეგ მზიაბებო, რასაც ინგაზე ვერ ვიტყოდი. ჯერ ხო ნომერი ძლივ შეიყვანე და მე კიდე სუდალეცა ის სენსორიანი აპარატი. არაფერიც არ დამილეწავს, ვაშაკიდეთ თქვენნაირები.